მოგზაურობა ახალი შეგრძნებების გამოცდილება. შინაგანი საზღვრების გაფართოება. წელს ბევრ ადგილას გვეგმა მოგზაურობას. საკუთარ თავში იკეტები, თუ სამყაროს გასაცნობად არ გადიხარ და გამოცდილებას პირადად შენ არიღებ. როგორც ამბობენ, სამყარო წიგნია და თუ არის მოგზაურებ, ესე იგი მისი მხოლოდ ერთი გვერდი გექნება წაკითხულიო. ეს ფრაზის დახმარებით გავაცნობიერე, რომ ფაქტობრივად არაფერი მქონდა ნანახი. ტაილანდს მდიდარი ისტორია აქვს. აქაურობა ძალიან მშვიდია. მიყვარს აზიის ატმოსფეროს შეგრძნება. ამ ყველაფერს კი ზუსტად ისე ვაკეთებ, როგორც უნდა გავაკეთო. ჩემი კომფორტის ზონას მთლიანად ვცდები. ეს სული შემთვრალია. უბრალოდ უნდა მიყვე იმ თავგადასავლებს, რომლებსაც სამყარო გთავაზობს და ამას არასდროს ინანებ. რომის და კოლას მესამე რაუნდი გქონდა. მთელი ღამით აქ ვიქნები. მომენტით მთლიანად უნდა მიიღო სიამოვნება და გააცნობიერებ, რომ სხვა არც არაფერი გინდოდა. როცა არ იცი თუ რა მოხდება მომავალში, გარკვეულწილად თავისუფლდები. აქ იმდენი გასაოცარი ადამიანია, რომელიც აწმყოში ცხოვრობს. როდესაც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ყავს მეგობრები, ცხოვრებას განსაკუთრებულად უყურებ. აქაურობა ამერიკისგან ძალიან განსხვავდება. ეს ყველაფერი კი ძალიან მიყვარს. მალე წასვლა მიწევს, მაგრამ ბოლო დღეებისგან მინდა მაქსიმალური სიამოვნება მივიღო. ყველანი მიყვარხართ. გამარჯობა, ეს კიდევ ერთი დღეა სამოთხეში. სეირნობდა სანაპიროზე შოკის მომგვრელ მზის ჩასვლას ვუყურებ. სწორედ მაშინ მივხვდი, რომ ეს უნდა დასრულებულიყო. ის საყვარელია, მაგრამ ტვინი საერთოდ არ აქვს. მასთან მივედით. ეს ჩემი ყველაზე ცუდი გადაწყვეტილება იყო. შენი ყოველი პაემანი ცუდი გადაწყვეტილება. მოდი ადგილები გავცვალოთ. შენი ძალიან მშურს. ხომ შემოგთავაზე წამოდი მეთქი. გითხარი ინანებთქო. მოიცადე? ეს რა არის? ჯერ ხომ არც კი ჩაუშვიათ გაყიდვაში. დაელაპარაკე რაიანს, მეც მინდა ასეთი საჩუქრები. მალე მეც მის გარეშე დავრჩები. რაღაც სერიოზული მაქვს ჩაფიქრებული. ძვირფასო, მან ერთი კვირით გაგიშვა მან. ისიც აქ უნდა ყოფილიყო. იცი რა, მეც მინდა ვიღაც ისეთ შევხვდე, ვისთვისაც ჩემი კარიერა მნიშვნელოვანი იქნება. ესეთი შეგრძნება მაქვს რა? თითქოს. ო, არა, მედისონია. ო, ახლავე. კარგი, წავედი, მიდი, დაელაპარაკე რაიანს და უფრო ხშირად გაიყიმე. სიამოვნები დაგეხმარებოდი. უკაცრავად? ფოტოზე გეუბნები. მოდი, გადაგიღებ. არა. თავად გადავიღებ. კი ბატონო, უბრალოდ შემოგთავაზეთ. და საიდან ხართ? კალიფორნიაში დავიბადე. კალიფორნიელი გოგონა, არა? თავადაც მივხვდებოდი, მე ინგლისელი ვარ. და ტაილანდში რა მოგიყვანათ? გასაოცარმა ქალებმა. არა, ხუმრობ. აქ ბრიტანულ წვიმას დავემალე. შეებულებაში წამოვედი და აქვე დავრჩი. დაბრუნების ვერანაირი მიზეზი ვერ ვიპოვე. ღვთისგან მივიწყებულ ქვეყანაში, სადაც ასეთივე ქალები არიან. მომისმინეთ, თუ აქ მარტო ხართ იქნებ და გათვალიერებინოთ ტერიტორია. კარგი რა, გეყოფა. მიხვდი მინიშნებას. უბრალოდ ვცდილობ მეგობრული ვიყო. აქ ხომ ყველანი მეგობრები ვართ. გარეთ გავდივარ, გამომყვები? კი.
გამიხარდა თქვენი გაცნობა. ასეთებთან ჯობს ფრთხილად იყო. მასთან? უწყინარი ტიპი იყო. ხო, დავიდან. რამდენიმე ჭიქის შემდეგ კი თავის ნამდვილ სახეს გამოაჩენს. ლამაზო, იქნებ ჩემთან გაგვეგრძელებინა დალევა. უეცრად სასმელი შენზე უცნაურად იმოქმედებს, შემდეგ კი ყველაფერი ცუდად დასრულდება. დამიჯერე. მარტო რატომ მოგზაურობ? გრძელი ისტორია. შეამოკლე. კარგი რა. შენ მსოფლიოს ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ადგილას ხარ. რა შეიძლება არ მოგწონდეს? ამ მოგზაურობას შეყვარებულთან ერთად გეგმავდი, მაგრამ ბოლო წუთს აღარ გამომყვა. ცუდია. ყველა იმაზე საუბრობს თუ როგორი ლამაზია ქაურობა, ადამიანების გაცნობა. მე კი მთელი დღე აუში ვარ. მთელი დღე. ხვალისთვის რა გეგმები გაქვს? არ ვიცი. წამოდი, მალე მზია მოვა. მაგარია. ხალხო ვერც კი დაიჯერებთ აქაურობა რა ლამაზია. ბევრს კარგავთ თუ დილით ადრე არ იღვიძებთ. ასე უცებ რატომ დაიმორცხე? კამერაში გამოჩენა არ მეყვარს. კარგი. როგორი გამოვიდა? დასაბრუნებელი ადგილი მართლა აღარ გაქვს? ყველგან მყავს ნაცნობები, მაგრამ საბოლოო ჯამში ასეა. თავისუფლებაც ასეთი უნდა. ამას თავისი მინუსებიც აქვს. ჭამა სანამ გაციებულა. ხო, ახლავე. რა იყო, საჭმელს ფოტოებს არასდროს უღებ? მირჩენია ჭამა. ღმერთო ჭამა. ამაზე გემრიალს აქ ვერაფერს იპოვე. რაიანს ეს ადგილი ძალიან მოეწონებოდა. და მის გარეშე რატომ წამოხვედი?
კარგი რა, საყვარელი იყო. მეტის მეტი მომივიდა. კარგად ხარ? კი? გმადლობ. ნეტავ აქამდე შეგხვედროდი. არის აქ ვინმე? განცხადება დაფიქსირებულია. ყველაფერი თავად შევამოწმე, მაგრამ ტურისტული პოლიციისგან ბევრს არაფერს უნდა ელოდა. ერთი სიტყვაც არ მესმის. შაბლონური ანკეტაა, სახელი, გვარი, ქალიშვილობის გვარი. 2 კვირაში ყველაფერს გააკეთებენ. 2 კვირა? ბანგკოკში მოგიწევს წასვლა და საელჩოდან ახალი პასპორტის აღება. ყველაზე ნაკლებად კიდევ 2 კვირით აქ გაჩერება მინდა. აუცილებელი არა აქ იყო, შეგიძლია გამომყვე და ყველაფერს დაგათვალიერებინებ. არა, არ მინდა მოგაცდინო. ყველაფერი რიგზეა. აქ სახელი ჩაწერა. გამარჯობა, რაღაც საქმეებს ვაკეთებ. როგორ ხარ? კარგად, მაგრამ თავის მოსაფხანი დროც კი არ მაქვს. გასაგებია. შვიდზე ჩამოდიხარ, ხო? მისმინე, დილით გადაღებები მაქვს, ამიტომ ტაქსის გამოძახება მოგიწევს, კარგი? რაიან, ნო, ხვალ ვერ ჩამოვფრინდები. რას გულისხმობ? ჩემს ოთახში ვიღაც შემოიჭრა. ვერ ხვდები? პასპორტი მომპარეს. არაფერია, დროებიც ავიღებ, მაგრამ ამას 2 კვირა დასჭირდება. ორშაბათს გადაღებები გაქვს. რა ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა? შენ უბრალოდ რა? როგორც ყოველთვის. სიმართლე გითხრა, აქ თავად გამომგზავნე. 1 კვირით, მაგრამ შენ კიდევ 2 კვირით რჩები. კარგი. დეტალები მომიყევი. საელჩოში უკვე იყავი? იმისთვის დაგირეკე, რომ უბრალოდ ვცდილობ გავარკვიო ეს როგორ დაუშვი. რას ქვია დავუშვი? ვერ ხვდები, რატომ იბრაზდები? ვცდილობ დაგეხმარო. უკვე რამდენიმე კვირა ვფიქრობ თუ როგორ გითხრა ეს ყველაფერი. სჯობს დავშორდეთ. მოდი, ხვალ რომ დამშვიდდები და მირეკე. მეც.
გეგმები შეიცვალა. როგორც ჩანს, ცოტა ხნით აქ დავრჩები. ვიცი, ზოგიერთ თქვენგანს ევროპა ძალიან აინტერესებდა, მაგრამ მოცდა მოგიწევთ. აქ ახალი მეგობარი შევიძინე და მასთან ერთად ქვეყნის დასათვალიერებლად მივდივარ. ძალიან მაგარი სახლია. საერთოდ რატომ გადიხარ აქედან? ჯუნგლებში მეგობრებს ვერ გაიჩენ. თავი ისე იგრძენი როგორც საკუთარ სახლში. რაღაცები დავგუგლე და ხვალინდელი დღის გეგმა შევადგინე. მე სიურპრიზი მაქვს. სიურპრიზი? ნახა. საკუთარი ნავი გაქვს? განსაკუთრებული არაფერი. მეგობრებო, შეხედეთ, რას ვაკეთებთ. მოიცადე, ჯერ მივიდეთ. მალე მივალთ? ეს ადგილი როგორ იპოვე? ოკეანეში დიდ დროს ვატარებ. მამა ჩემი მეზღვეული იყო, მე კი ნავიგაცია ბავშვობაში ვისწავლე.
ყოველთვის ვოცნებობდი ადგილზე, სადაც პრობლემებს გავექცეოდი და ტვინს გადავტვირთავდი. როგორც იქნა დაისვენებ. ახლა მივხვდი, რომ კოცონთან უკვე 10 წელი არ მჯდარ ვარ. სკაუტი გოგონა ვიყავი. დავსხვდებოდით ხოლმე და საშიში ისტორიებს ყვებოდით. იქ ერთი გოგონა იყო. სახელი აღარ მახსოვს. ყოველთვის საშინელ ისტორიებს ყვებოდა ხოლმე. ის ალბათ ჩათვლიდა, რომ ჩემი მოკლო გინდოდა. აქ ოკეანის შუაგულში. სადაც ჩემ ყვირილს ვერავინ გაიგებს. არა, არ მოკლო. როგორი შვებაა? მაგრამ აქ დაგტოვებ. მარტო გაიღვიძებ. მიხვდები, რომ აქ აღარ ვარ. ტელეფონს აიღებ, მაგრამ მას ვერაფერში გამოიყენებ, რადგან აქ კავშირი არ არის. გემები ამ გზაზე არ დადიან. უახლოესი ხმელეთი კი 10 კილომეტრის მოშორებითაა. საკვების ზებნას დაიწყებ. ამაში წარმატებას გისურვებ. სასაცილო. შენ გარშემო ყველგან წყალია. მაგრამ მისი დალევა შეიძლება. წყურვილი გტანჯავს. მაგრამ რაღაც მომენტში ტკივილი გაქრება და შემდეგ ხილვები მოვა. მსმენია ეს ეიფორიას გავს. სავარაუდოდ 3-4 დღით გაძლებ აქ. თანდათან შენთვის ყველაფერი ბუნდოვანი გახდება. და სხვა გოგოების მსგავსად არ ჩენს ძებნას დაიწყებს არავინ. არსებობა შეწყვეტ. ხრწნას დაიწყებ და კიბორჩხალების საკვებად იქცევი. კარგი იყო. ოღონდ შენს ეშმაკურ გეგმას ვერ აღასრულებ. ხალხი ჩემს გაუჩინარებას შენიშნავს. შენი გამომწერები ძირითადად არასრულწლოვანი გოგონები არიან. მართლა გონია, რომ შენ ზებნას დაიწყებენ? დარწმუნებული ვარ შენი ანგარიში მე, რომ მართო ამას ვერავინ შეამჩნევს. იცი? ეს ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ დარწმუნებული ვარ შენიშნავენ. გარდა ამისა, შენ სოციალურ ქსელებს ვერიდან. და შენ გიყვარს? სოციალური ქსელები მარტოობისგან მიცავს. ხო, მაგრამ სინამდვილეში არავის ადარდებ. მართლა გჯერა, რომ ხალხი უნდა გამოყვეს. თვლი, რომ სამყაროს ცენტრში ხარ. ისტორიის მთავარი გმირი. მაგრამ ეს ასე არ არის. ახლა აშკარად ჩვენი ისტორიის მთავარი გმირები ვართ. ჯეკრებით მედია.
Diamond Caterpills-თან ერთად წარმოგიდგენთ. Curtis David Harderis ფილმი. თავარ როლებში. Cassandra Naudi. Emily Tennant. Rory J. Saperi და Sarah Cunningham. ფილმში ინფლუენსერი. როცა დარჩენა გადავწყვიტე ყველაფერი უკეთესობისკენ შეიცვალა. შეიძლება ითქვას, რომ ტაილანდი მოლაპარაკება. ეს ძალიან მდიდარი და გასაოცარი ქვეყანაა. ხანდახან ვერ ხვდები, რით შეიძლება გამაკვირვოს ახალმა ადგილმა. თუმცა აქ დღეები ერთმანეთს საერთოდ არ გავს. დილით 6-ის ნახევარზე ვიღვიძებ, რომ დღის განმავლობაში ბევრი რამ მოვასწრო. ყოველთვის დილის ადამიანი ვიყავი. ვინც ადრე დგება, ის უფრო მეტს ასწრებს. ყოველთვის სწრაფად ვსაუზმობ ხოლმე სახლში. ეს დღის იდეალური დასაწყისია. შემდეგ მუშაობ და ჩემს სპონსორებს ვწერ. ამას როგორც წესი 1 საათი მიაქვს. ასევე ვცდილობ ფანებს კითხვებზე ვუპასუხო. თუ ცხოვრებას შანს მისცემთ, ის აუცილებლად გაგაოცებთ. თავარია მოლოდინებისგან გათავისუფლდე. ფიქრობ, მნიშვნელოვანია იპოვო დღის ის პერიოდი, რომელშიც ყველაზე პროდუქტიული ხარ. ხშირად რაღაც ყურადღებას გვიფანტავს, მაგრამ ყოველ დღე გვაქვს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა. კომფორტის ზონიდან გამოსვლა გვეხმარება, რომ ჩვენი თავის საუკეთესო ვერსია გავხდეთ. თვით სრულყოფისათვის კიდევ ერთი საჭირო რამ მუშაობასა და დასვენებაში ბალანსის პოვნა. ყველას სჭირდება დრო საკუთარი თავისთვის. იმისთვის, რომ სამყარო უკეთეს ადგილად აქციო, საჭიროა, რომ რეალური იყო. როდესაც რუტინაზე უარი ვთქვი და ვინახე თუ როგორი შეიძლებოდა ყოფილიყო ცხოვრება. პირველად მივხვდი, რას ნიშნავდა საკუთარ თავთან ჰარმონიაში ყოფნა. გამარჯობა, ახლა დიდ ბუდასთან ვარ. გასაოცარი ქანდაკება. მას დიდ პატივს ვცემ. ჯერჯერობით ყველაფერი იდეალურადაა. ყველას გმადლობთ დახმარებისთვის. მითხარით, შემიძლია საკრედიტო ლიმიტი გავზარდო? დიახ, რა თქმა უნდა, დამელოდეთ. გადავწყვიტეთ ცოტა ხნით სოციალური ქსელისგან დამესვენა. ფიქრობ, ეს ყველას გჭირდება. არ ვიცი, როდის დავბრუნდები, მაგრამ ყველას მადლობას გიხდით გვერდში დგომისთვის. მიყვარხართ.
ყალბია. რა? ეგ ყალბია. ქუჩის ქვემოთ ნამდვილი ზორმუხტის ქანდაკებები იყიდება თანაც უფრო იაფად. ვიცი. ჩემთვის არ მინდა, ჩემი დისთვის ვყიდულობ, ის კი ასეთებში ვერ ერკვევა. გმადლობთ. ნინებეთ. მადლობა. შენ რა მithვალ თვალებ? გეხუმრები. გუშინ ერთმანეთს მაღაზიაში შევხვდით, ახლა კი ჩემს სასტუმროში გნახე. მართალია. ბოდიში, გუშინ გვიან მივხვდით, თუ საიდან გიცანი, მე ხომ შენი გამომწერი და დიდი გულშემატკივარი ვარ. იდიოტივით მოვიქეცი. რა თქმა უნდა, კარგად ერკვევი ამ ყველაფერში, მოკლედ, არ მინდოდა შენი წყენინება. არ ვიცი რატომ გადავწყვიტე შენი დახმარება. ახლა ბართან მოვედი და სულელურ ხუმრობებს გეუბნები. ბოდიში. წუხვარ. უკაცრავად. სასიამოვნო საღამოს გისურვებ. გამომწერი ხარ? აქ შეყვარებულთან ერთად უნდა ჩამოვსულიყავი. ყველაფერი დავგეგმეთ, მაგრამ ბოლო წამს გადამაგდო და მარტო მომიხდა მოსვლა. ჩემს გოგოებს ხშირად ვეუბნები, რომ თუ განვითარებას სურთ, მარტო ყოფნითაც უნდა მიიღონ სიამოვნება. მართალი ხართ. ღმერთო, რა მაგარია ხშირად რომ მოგზაურობ. მე ამას ვერ შევძლებდი. როგორ ვერა? თავიდან ვერც მე მივეჩვიე, მაგრამ ეს ყველა შეუძლია. აქ ვინმეს გაცნობა ძალიან რთულია. კუნძულზე ვილა გვაქვს დაჯავშნილი, ოკეანის ხედით. იქ მარტო ვერ ვძლებ. ამიტომ ხალხთან ახლოს გადმოვედი, თუმცა დიდი განსხვავება ნამდვილად არ იგრძნობა. და ვილა დიდია, ერთი ადამიანისთვის მეტის მეტად. კარგი მაჩვენა. რას ფიქრობ? რა? ქუდით თუ ქუდის გარეშე? რა თქმა უნდა ქუდით. რა თქმა უნდა ქუდით. კარგი, ასე გადავიღოთ. აბა მაჩვენა? მშვენიერია. გასაოცარი. აბა კიდევ რამდენიმე გადავიღოთ. ძალიან კარგია. მართალი იყავი ქუდით უკეთ გამოვიდა. მაგარი ფოტოებია, ფაქტობრივად მოდელი ხარ. კარგი რა, ძალიან საყვარელი ხარ. ჯანდაბა. ამის დედაც. რა მოხდა? სულ დამავიწყდა ერთ ადგილას ვარ წასასვლელი. სპონსორები დიდი ხანია ვახშამზე მეპატიჟებიან, მე კი დავპირდი, რომ მათ ახალ პროდუქტს გავარეკლამებდი, რომ შემეძლოს წაგიყვანდი, მაგრამ ხომ ხვდები? არ შემიძლია. არა, ყველაფერი რიგზეა, არ ინერვიულო. ბოდიში. მისმინე, რაღაც ადგილი მინდა გაჩვენო, ასე რომ შეხვედრის შემდეგ დაგირეკავ. კარგი? კარგი, დროებით. რამე ლამაზი ჩაიცვი.
ჯესიკა. Jessica. Whose bike? ვიცი მოტოა? Nice place. What's all this? მაგარი ადგილია. Maybe your boyfriend. ეს ყველაფერი რას ნიშნავს? იქნებ შენი შეყვარებული ჩამოვიდა. როგორც იქნა? გამარჯობა. ვინ ხართ? შენ თვითონ ვინ ხარ? მე მედისონის შეყვარებული ვარ. რაიანი? I thought you said it. აქ ხომ მარტო უნდა ყოფილიყავი? ასეც არის. სანამ აქ არ ვიყავი, გასაღებია დაქალს მივეცი, მეუბნებოდა რომ She told me she. მიგატოვა. მედისონისგან არ მიყვერს. I'm gonna go find my. დავალ ჩემს ოთახს ვიპოვე. She didn't tell არ უთქვამს რომ სტუმრებს ელოდებოდა. ამას სიურპრიზი ქვია. იცი, მედისონს არ უთქვამს რომ აქ ვიღაც იქნებოდა. ჯავშანი მის სახელზეა. მე ხვეწებოდა დარჩიო. მაგრამ ჩემთვის არაფერი უთქვამს, არადა ამ ადგილის ფულს მე ვიხდი. Is everything good? ყველაფერი რიგზეა? Yeah. კი. კარგი. ეს საღამო ასეთი არ წარმომედგინა, მაგრამ არა უშავს. გემრიელად მიირთვით. მედისონი თუ მოვა მაცნობე. And let me know if you get hold of Madison. მის ოთახში ვიქნები. არ გშია? ერთი ამას შეხედე. მედისონ, როგორც იქნა? ჩემთან ხარ? ხო, აქ ვარ და შენ სად ხარ? გეგმები შეიცვალა. უნდა წახვიდე. რაღაც უცნაური ხმა გაქვს. ახლა ყველაფერს ართულებ. ხომ გითხარი რომ შორდებოდით? Come on. კარგი რა, ეს ხომ სერიოზულად არ გითხოვს. ჩემი საცხოვრებელი როგორ გაიგე? ყველაფრის გამოსწორების უფლება მომეცი. მედ, წადი. ყველაფერი დასრულდა. მოდი, ტელეფონზე არ გინდა. თუ რამე გაქვს სათქმელი, პირადად მითხარი, კარგი? She'll be back soon. მალე დაბრუნდება. მე მზად ვარ. წავიდეთ? Do you think we could? იქნებ ჯობს ცოტა ხანში გავიდეთ. მე ცოტა მე წამოვალ. ამ კუნძულზე მთელი ზაფხული მაქვს გატარებული და მაგარი ადგილები ვიცი. შვენიერია. წავიდეთ. You know, ან this can work. საქმეები მოიცდიან. კარგი, წავიდეთ. წამოდი. სხვა რაკურსიდან გადამიღე. აქედან სინათლე უკეთ წამოვა. შვენიერია.
და ეს გოგო ვინ არის? დიდი ხანია იცნობ. რამდენიმე დღეა. მზად მალე იქნება? მედისონის ყველა მეგობარმა იცის, რომ უცხოს თავისთან არ მიიპატიჟებდა. მითხრა ჩემი სახლეა. აქ რაღაც რიგზე არ არის. მედისონის ნომერში შეიჭრნენ და მისი ნივთები წაიღეს, პასპორტი და ყველაფერი. რაღაც უცნაურია. ერთი სული ქონდა სახლში, როდის დაბრუნდებოდა და უცებ საჭმელი მოვიტანე. Starting to see why. მგონი ხვდები რატომაც დარჩა მედისონი. What happened? და რა მოხდა თქვენ შორის? Honestly, ვაღიარებ. წავიდეთ სანამ ზე ჩასულა, თორემ დაბრუნება გაგვიჭირდება. Yeah, we should. ო, თორემ შეიძლება ჩვენი ოთახიც გადახონ. You'd be surprised. ვერ დაიჯერებ, მაგრამ აქ ასეთები არც ისე იშვიათად ხდება. You guys coming? მოდი ხართ? Hi. გამარჯობა. You're leaving. მიდი ხარ? You're back. დაბრუნდი. როგორ ჩანს რაიანი არც ერთ ჩვენგანს არ მოსწონს. ასეა? I found a hotel სასტუმრო ვიპოვე. this late at უკვე night. გვიანია. I just ხო, didn't want to. არ მინდა შეგაწოხო. Thanks. გმადლობ ყველაფრისთვის. I can drop you off. მოდი გაგიყვან. არა, არა. I have a taxi. ტაქსი მელოდება. I saw that. ახლა შემხვდა და გავუშვი. მეგონა თანხა არ გადაუხადე. Thought he didn't get his money. I told him to wait. ვუთხარი და მელოდე მეთქი. You know what? იცი რამ? It's okay. არა უშავს. სხვას გამოვიძახებ. ყველაფერი რიგზეა. რამე დავაშავე? Look, I don't მისმინე არ მინდა ამ საქმეში ჩაღრმავება. რაში? ფიქრობ სასტუმროში უფრო კომფორტულად ვიქნები. You're safe. ნუ ღალა. I'm here. მეც აქ ვარ, Ryan's here. რაიანიც აქა. Ryan მისმინე, said- რაიანმა მითხრა, რომ მედისონის ნომერი იმ ღამეს გატეხეს, როდესაც ის შენთან ერთად მოგზაურობდა. Weren't you იმ with საღამოს her მასთან that ერთად იყავი? რაზე მიმანიშნებ? day? I mean, იმაზე, Ryan's რომ right. რაიანი მართალია. I მე invited you. საკუთარ სახლში დაგპატიჟე. You told me შენ that მითხარი, რომ ნომერი შეყვარებულმა დაგიჯავშნა. მედისონი არც კი გიხსენებია. რაიანი კი ამბობს, რომ სახლი isn't even your მას place. It's ეკუთვნის. on Madison. ის მედისონზეა დაჯავშნილი. მგონი გამოგიჭირე. What you're up to. And what? არ მეტყვი რას ფიქრობ. You're taking advantage. ფიქრობ მას უბრალოდ იყენებ. And you're not მაგრამ ჩემთან იგივე არ გაგივა. Madison მედისონი is my ჩემი friend. მეგობარია. მისმინე. It's money that you თუ want. ფული გინდა It გამომართვი. doesn't matter. ჩემთვის ამას მნიშვნელობა არ You don't აქვს. have to pretend თავის მოტყუება საჭირო არა. მე ეჭვება მეგობრები იყოთ. რაღაც With us, you just სხვანაირი step ტიპი around. ხარ. I've been weird თავიდანვე since უცნაურად you მომეჩვენე, met მაგრამ ამის გასაცნობიერებლად დიდი დრო დამჭირდა. You're fucking crazy. ცოტათი შეშლილი ხარ.
ჩემზე არაფერი იცი. შენი ფული არაფერში მჭირდება. გატუტუცებულო ძუკნა. წუხარ, დაწყებული რომ ვერ დავასრულეთ. მაშინ უკვე ყველაფერს მიხვდებოდი. შენს გაუჩინარებას ვერავინ შენიშნავს. გთხოვ, არავის ადარდებ. და არც არასდროს ადარდებდი. ბიჭებო, მოდით, ნახეთ აქ რა მაგარი აუზია, მოდით. ისიც აქ ყოფილა. სუნცულა, რომელზეც გიყვებოდი. ნახეთ როგორი უცნაური ტიპია. შენზე ძალიან მინერვიულე. ყველგან გეძებდი. უბრალოდ წახვედი. ჯესიკა ისევ აქ არის? მითხრა სასტუმრო ვიპოვეო. მთვრალი იყო. მართალია. უთხარი წავიდნენ. კარგი რა, წამოდი ერთად დავლიოთ. უკვე გვიანია რაია. მერე? მედისონი არ გელოდებოდა, ასე რომ ისენო იქცევით თითქოს სახლი შენია. გიყვარს ხვის ცხოვრებას ჩარევა, არა? მე ყველაფერი ვიცი. შეყვარებული ყოლია? რა? სერიოზულ ურთიერთობას გულისხმობ. ახლა ამაზე არ ვსაუბრობთ. შენც მედისონის სახლში ცხოვრობ? მას ფულს ვუხდი. გაიყვანა ეს ხალხი. მთელ ყინულზე დადიხარ რაიან. როგორც ჩანს დედიკოს გართობა არ უნდა. კმაყოფილი ხარ? მინდა და გუშინდელი ღამესთვის ბოდიში მომეხადა.
Jessica. ჯესიკა უკვე წავიდა. სახლში ეჩქარებოდა. რაღაც საქმეები ჰქონდა. არ მოუწერია. არ მინახავს. This looks good. კარგად გამოიყურება. Thank you. You can stay in. შეგიძლია მედისონის დაბრუნებამდე დარჩა. არაფერს ვეტყვი. Look at this. ამას შეხედე. მის ანგარიშზე რა ხდება? Look, I took this. ეს მე გადავიღე. მსაყვარლობა. მას ვჭირდები. I brought ჩემ გვერდით ისეთი იყო როგორიც არის და არა ასეთი ყალბი. Maybe this is your იქნებ ისეთია როგორიც ახლა. ასეთი არ არის. Ever since she lost მას შემდეგ რაც პასპორტი დაკარგა, თავის თავს არ გავს. იქნება მან გაათავისუფლა. ეს არის თავისუფლება. გეყოფა წოწუნი. შენ სოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო ადგილზე ხარ. ჩემთვის რომ გამოგევლო ნახევარი სამყარო, გამიხარდებოდა. და თუ ის ამას არ აფასებს, ესე იგი ამ ყველაფრად არ ღირს. ასე დავეხმარე ბრენთან კონტრაქტის დადებაში. და პირველი ლედი გახდა. მას მერე გახდა პოპულარული, რაც ოლივერ ლებთან ერთად გადაუღე. Oliver Lapp. მას რა მექსმენია? He got like a million. ერთ დღეში მილიონი მნახველი ყავდა. ჯესიკა მის თავს მახსენებდა. მასში რაღაც ნაბერწკალია. ეს ერთი შეხედვით ეთყობა. ზოგიერთი ადამიანი გრავიტაციას აკონტროლებს. მედისონიც ასეთია. grab. გრავიტაციას. You know what I mean. ხომ ხვდი რასაც ვამბობ? ამას შენ You შეძლებდი. know, you'd do pretty well. I'm serious. სერიოზულად. You would. შენ უნიკალური ხარ. You're ახლა unique. ეს ყველას მოსწონს. People are all about that these days. I could help you. შემიძლია დაგეხმარო.
მედისონ. გაიღვეძე. დილა მშვიდობისა. მაგარი ღამე იყო. მგონი აჯობებს წავიდეთ, ცოტა დრო გვაქვს. შენი ნავი ერთ საათში გადის. It sucks you have to go. წუხვარ წასვლა რომ გიწევს. Yeah. ო, თავს გაუფრთხილდი. შენც.
რაიან, Hey, გამარჯობა. Madison. მედისონი, ხო? So someone else. მთელი ეს დრო ვიღაც სხვა ასაღებდა შენად თავს. Yes. ბოდიში. Sorry. It was my ეს friend. ჩემი მეგობარი თეონი იყო. I was passed out. მე უბრალოდ გავითიშე, გვიანობამდე ვსვამდით. Guess he thought it'd be fun. ჩათვალო, რომ ჩემი ანგარიშთან გოგოებთან ჩათაობა სახალისო იქნებოდა. კარგი, თორემ ვიფიქრე რა იდიოტია მეთქი. ო, მაგრამ მაინც მოხვედი. Maybe there's some. შესაძლოა სულელებსაც აქვთ რაღაც ჩარმი. Harmless, right? უწყინარი ვარ, არა? Maybe I can. სჯობს სულელს ენდოვი დღე საიდუმლოებით მოცულ ინტელექტუალს. Is there any game you're not? არასდროს აგებ. Rematch. რევანში? გაიღიმე? დათუნია? That's actually. კარგი ფოტო. Why do you sound ასეთი surprised? გაკვირვებული რატომ ხარ? I'll text it to you. გამოგიგზავნი. So you don't really. არც ისე ხშირად პოსტავ, ხო? გმადლობ. No, I just. არა, იმის თქმა მინდა, რომ ეს სურათი რომ დადო და რამდენიმე შესაფერისი ჰეშტეგი მიამატო, ბევრი გამომწერი გეყოლება. Pretty huge following. That photo. ეს ფოტო. I think people would. ხალხი შენს უნიკალურობას ნახავს. ისე როგორც მე. I don't know. არ ვიცი. Sounds like. ფიქრობ რთულია. Could be a lot. მაგრამ შემოსავლიანი. I'm serious. არ ხუმრობ. You know what? იცი, შემიძლია დაგეხმარო. Help. Is this just some? შეხვედრის მიზეზს ეძებ? ო, Yes. გამომიჭირე. Let me see that. კიდევ ერთხელ მაჩვენე ფოტო. My girlfriend. აქ ჩემი შეყვარებული ცხოვრობდა. არ გინახავთ? Seen her. არა. დარწმუნებული ხართ? Good lord, yeah. მერთო ჩემო, მაწვილო. Your heart. ვინ გატკინა გული? Another drink. ამ საბრალოს კიდევ დავუსხით. So why? არ გინდა ბიძია რუბერტს გული გადაუშალო? Believe me, დამიჯერე სამი განქორწინების შემდეგ მაშინვე ვამჩნევ მსგავს გამოხედვას. a certain look. You haven't seen this girl. შემთხვევით ეს გოგო ხომ არ გინახავთ? I might. შეიძლება მინახავს. ახლა ყველანი ერთმანეთს გვანა. თანაც აქ ბევრი გოგო No დადის. shortage of women around here. წუხვარ. Her room was მისი ნომერი რამდენიმე კვირის წინ გატეხეს. weeks ago. ვერ ხვდები. I just რატომ can't see why she დაბრუნდა? would come back. No, I do remember. გონი გამახსენდა? Yes, she made quite a fuss. ო, აქაურობა თავდაყირა და აყენა. Left the მომდევნო next day. დღეს წავიდა და მას მერე Haven't seen them since. ისინი აღარ მინახავს. Then. ისინი? Yes, she was with ო, a girl კიდევ ერთი გოგო იყო. with a სახეზე დიდი ხალით. Apparently she was ის here. რამდენიმე დღის წინ მოვიდა. No. არა? This was posted yesterday. მუშინაა დაპოსტილი. არა, ზეცა უღრუბლოა. ახლა კი წვიმის სეზონია. Rainy season now. მზე დღეს გამოვიდა. Day we've had for weeks. Who's the fella? რა მოხდა? რაიან, რომელი საათია? მედისონს ბოლოს როდის ესაუბრე? ერთი კვირის წინ? ვიდეო ჩათით? თვალი ჩართო? მოიცადე, სად ხარ? არა. არ ჩაურთავს? რაიან, სერიოზულად? ჩვენ დიდი ხანია ვიდეო ჩათით არ გვისაუბრია. რა მოხდა? მედისონს ვესაუბრე, მაგრამ ის არ მინახავს. ვერ სადუნახე. იმ პოსტს გულისხმობ? იმედი მაქვს ახალი ცხოვრების სიყვარული სარგჯერა. ჩემთვისაც კი არაფერი უთქვამს. ის არ უხსენებია. ახალი ბიჭი რომ მხოლოდ აუცილებლად მეტყოდა.
უნდა წავიდე. რაიან, მედისონზე უკეთეს იმსახურებ. გამარჯობა, მე დიდ ბუდასთან ვარ. გასაოცარი ადგილია. გამარჯობა, მე დიდ ბუდასთან ვარ. გასაოცარი ადგილია. გამარჯობა, მე დიდ ბუდასთან ვარ. გასაოცარი ადგილია. რა თქმა უნდა, რამდენჯერმე გავთიშულვარ. ხშირად ვსვამ ხოლმე. ასე რომ ხანდახან ეს ხდება, მაგრამ ქალთან თუ წვევი, ეს ყოველთვის მახსოვს. რა ხდება? ღმერთო, სად არის? ვერ ხვდები. კარგი სპექტაკლი დაგიდგამს. CW მაგარ კუნძულზე წამიყვანა. აქ ტელეფონი არ იჭერს. გაუბრაზდებოდი სრულ თავისუფლებას რომ არ გვგრძნობდე. უკან დაბრუნებაც კი არ მინდა. თავიდან მეგონა. რომ უბრალოდ იყენებდი მას. მის სახლში გინდოდა ცხოვრება. ეს ხო მაგარი ადგილია. მაგრამ საქმე ამაში არ არის, ხო? ვაღიარებ, გაოცებული ვარ. არ მეგონა, რომ შენაირ გოგოს უსაფრთხოების საკითხი ფეხებზე ეკიდა. რა იცი ჩემზე? ყველაფერი.
I've seen it. თავად ვნახე. I mean, fair play. მოდი გულწრფელა ვთქვათ. ფულის საკმარისზე მეტი აქვს. იმაზე უარესი ხარ ვიდრე ის ამბობდა. Are you lonely? თავს მარტო სულად გრძნობ. ამაშია საქმე. ვერ ხვდები სახლში როგორ შემოხვედი. შეშლილი მანიაკი ხარ. ყველა მის შენაძენს ადევნებ თვალს, თუ მხოლოდ დიდხარჯებს. ამას მართლა იმიტომ აკეთებ, რომ მეკობრები არ ყავს. ჩემი შეყვარებულის ანგარიში მოიპარე, რომ რა, So they სიყვარული გეგრძნო? what? Liked. რამდენი ხანია რაც მას უთვალთვალებ? შენნაირ შეშლილ საქამდე არ შევხვედრი ვარ. სად არის? I'll call the police right. იცოდე პოლიციას გამოვიძახებ. და რა სეტყვი? ქალის ცემე და სკამზე მიაბი. რომ მან შენი შეყვარებული გაიტაცა? Took your girlfriend? Do you not get it? არ გამოგივა, ბევრი სამხილი მაქვს. Everything. Madison showed. მედისონმა შენი შეტყობინებები მაჩვენა. She said მითხრა რომ რამდენჯერ მეკყავს ნაცემი. ეს შეტყობინებები შენ გააგზავნე. რას ფიქრობ ვის დაუჯერებენ? I think როგორც ჩანს ჩემი დაბმით საკუთარი თავი კუთხეში მიემწყდია. this უძლური ხარ. is რა უქენი ჩემს შეყვარებულს? My girlfriend. I did მისთვის არაფერი დამიშავებია. anything. But I can მაგრამ შემიძლია მასთან მიგიყვანა. Where are we going? სად მივდივართ? Oi! It's just თითქმის მოვედით. ეს რა? დიდი ხნის განმავლობაში არ ვიღებდი ხმას, მაგრამ გაჩუმება აღარ შემიძლია. არაერთხელ ვიყავი ემოციური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი რაიან ევანსის მხრიდან.
რა საშინელებაა. მახინჯი, როგორი მამაცი ხარ? შენი სიძლიერე ჩვენს შთაგვაგონებს. ღმერთო ჩემო. ყველას მოგესალმებით. მინდა გითხრათ, რომ რაიანს ყოველთვის მტაცებლად მივიჩნევდი და არასდროს ვენდობოდი. I never trusted him. რაიანს. ყველა კონტრაქტი ანულირებულია. ძუკნა.